რასაც შემსწავს და ჩემს ცხოვრებას ვუკეთებ, ამაზე პასუხს არავინ არ მომთხოვს. რატომღაც ისე ვიზდებით, რომ გვასწავლიან თითქოს ბოროტებას სხვას არ უნდა გავუკეთოთ და არ გვაქვს ეთიკა იმის, რომ გვასწავლონ რა არის საკუთარი თავისთვის ბოროტების გაკეთება. გარდა იმისა, რომ ჩვენ თავს ველაპარაკებით ძალიან ცუდად, ჩვენს დროს და პრიორიტეტებს ვანაწილებთ არა ისე, როგორც რეალურად გვინდა. საკუთარ ნამდვილ საჭიროებებს ვტოვებთ უკან და ვაპრიორიტეტებთ იმას, რომ სხვის თვალში არ გამოვჩნდეთ ცუდად და კოლექტივისგან ვიყოთ მიღებული. ეს რა თქმა უნდა ყოველ შემთხვევაში არ არის, მაგრამ საუბრობ კონკრეტულად არ შემთხვევასთან. გამოსავალი არის ის, რომ გთავაზობთ დაფიქრდეთ, რა შეატარებთ 24 საათს, აი ესე დაწეროთ პირდაპირ 24 საათი, ფიზიკურად სად ხართ ამ დროს და რას აკეთებთ და მეორე დონე გაწეროთ, მენტალურად და ემოციურად ამ დროს სად ხართ და რას აკეთებთ. ან შეიძლება მაგალითად ფიზიკურად ხართ სახლში და ამზადებთ სადილს, მაგრამ მენტალურად რა გიტრიალებთ თავში. მაგალითად ფიზიკურად მიდიხართ სამსახურში, მაგრამ მენტალურად რა გიტრიალებთ თავში. მაგალითად ფიზიკურად ხართ სამსახურში და მუშაობთ, მაგრამ მენტალურად რა გიტრიალებთ თავში. მე შეაფასეთ რა ხარისხის ცხოვრებას ქმნით აი ამ ფიზიკური და მენტალური ემოციური რეალობის გამოკვებით და მიიღეთ გადაწყვეტილება რა ნაწილში გაქვთ შესაძლებელი რა თუ გაქვთ რა თქმა უნდა. და გახსოვდეთ თქვენს ცხოვრებას თქვენს მაგიერ არავინ მიხედავს. ჩვენი თავის მიმართ სიკეთით მოქცევა არის ჩვენი პასუხისმგებლობა.